დღემშვიდობისა. ეხლა ვართ ნაძალადებისა და დიდუბის კერძოდ კი წერეთლის გამზირის დამაკავშირებელ ერთადერთ საფეხმავლო და ლეგალურ გადასასვლელთან. განჩენი კი არ რკინიგზაზე რაღაც გადასასვლელი, მაგრამ ოფიციალური არც ერთი არ არის. ეს არის მარცხნივ ჩანს რკინიგზის ძველი ვაგონების სასაფლაო. აქეთ გაყოლებაზე უამრავია. მარჯვნივ ზემოთ ჩანს ეს არის ლისის ფერდობის განაშენიანება, ეს მაღალი შენობა TBC-ის სათავო ოფისია ახალი. ესე გადავდივართ პირდაპირ ფეხით ნაძალადებიდან, კერძოდ ძველი ელდეპოს სადგურიდან პირდაპირ გადავდივართ გამოფენასთან, ჩავდივართ წერეთელს. გადადის ხალხი და ეს უკვე არალეგალური კავშირებია, რომელიც გადადიან ახლა აქედან მეტრო ფეხით რკინიგზაზე რა. მოვაყოლე ხა ეს ამბავი რა. გადასასვლელი ხიდიდან კინო საქართველოსამდე მაცხოვრებლებს, ამ ნაძალადებს, აი მონაკვეთის მაცხოვრებლებს იმისთვის რომ მოხდნენ წერეთელზე, ან ქალაქის მეორე ნახევარი ორი ტრანსპორტი ჭირდება. აქედან პირდაპირ წვდომა, სატრანსპორტო წვდომა არ აქვს არსად ამ უბნის მაცხოვრებლებს რა. აი ამ ხელა ხალხის ეს რაოდენობა მოწყვეტილია რეალურად ქალაქს. უამრავი პროექტები აქვს, თვითონ მერიას რაღაცა რომელიც პირდება რომ თვითონ ეს სატრანსპორტო კავშირი იქნება, ან ყოველ შემთხვევაში თანავე რაღაც კავშირები და ესტაკადები და ხიდები და რაღაც ილუზიებში რო განყოფებენ, თუ როდისმე განხორციელდება ძალიან კარგი, მაგრამ ის რომ დანიშნონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობ ელემენტარულ ავტობუსს და სამარშრუტო ტაქსს, ეს ხო არა პრობლემაა რა. ეს მაინც გავაკეთოთ რომ ამ ხელა 30,000 მინიმუმ 30,000 მოქალაქე მოწყვეტილია ქალაქის ცენტრში. არ მგონია ეს იყო რაღაც უზარმაზარი პრობლემა და დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული. არ არის ეს ესტაკადა და ხიდის აშენება რა. აბა, შენც მერია იქნებ. როგორმე მოახერხო და გააკეთო ეს.